თუმცა მე ამ 5000 ლარს არ ვეხები მანამ სანამ არ დავაფიქსირებ ამ ფილმს ხელმეორედ ისევ იგივე დანაშაულში ანუ ეს 5000 ლარი რჩება მასთან თუ ის ჩვეულებრივად კანონის დაცვით განახორციელებს ამ გადავა და მაგრამ თუ ეს პირი ისჯება ისედაც კანონის დარღვევისთვის ბატონო ლაშე და გაურმაგებულ თანხას იხდის და პლუს კიდე 100%-იან ასე ვთქვათ სატარიფო გადასახადს იხდის ამ შემთხვევაში კიდე 5000 ლარი დამატებით რატო ჯერდება ეს ადამიანი რაღაც დამატებით სანქცია ხო უნდა იყოს როდესაც განმეორებით ნასვამ ადამიანს ვთქვათ ჩვენ ვართმევთ მაფიის მოწმობა კი ბატონო ზუსტად მაგას ვიძახით რომ თუ არ გინდა რომ ეს 5000 ლარი მე გადავრიცხო სახელმწიფო ბიუჯეტში ამ შემთხვევაში დაიცავი კანონი ამაში მე ნამდვილად ვერ ვხედავ და ესეთი კონსტრუქცია არის მთლიანად კანონმდებლობაში რომ ხელმეორედ ხდება იგივე დანაშაულის ჩადება რომ დამატებითი სანქცია იქნას დაწესებული ამიტომ დამატებით სანქციას ვაწესებ ხელმეორედ იგივე დანაშაულის ჩადენაში რომ არსებობდეს პრევენცია იმისა რომ კონკრეტულ პირებს ქონდეთ შიში იმისა რომ 5000 ლარსაც დაკარგავენ და დაჯარიმდებიან ასევე დამატებით 4000 ლარით ეს განმეორებით შემთხვევაში პირველ შემთხვევაში არის ჩვეულებრივად ან ერთი წლით შევზღუდავ ან თქვათ საქონელს ჩამოვართვით თუმცა ეს შეიძლება გასაჩერდეს შემდგომ სასამართლოში და ასევე იქნას ესეც მოხსნელი ამიტომ ამაში პრობლემას მე ნამდვილად ვერ ვხედავ რაში ხედავთ პრობლემას რატომ თუ კი ადამიანი კანონს არ ყვევს რომ არ გაიმეოროს მეორეჯერ პრევენციულ ზომებს მიმართოს ხელისუფლება არც ერთი ბანკი ამ გარანტიას არავის არ მიცემს ამგვარ მოვაჭრეს გამორიცხულია რომ იცი ამგვარ გარანტიებს კი არა იმ კომპანიებს არ აძლევენ საბანკო გარანტიებს რომელსაც საწესდებო კაპიტალი მრავალმილიონიანი აქვს ესეა ესეთი უმძიმეს ვითარება ქართულ საბანკო სექტორში შექმნილი დღესდღეობით და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა კანონდარღვევს რომელიც მივადა ეტყვის რომ იცით რამე კიდე უნდა გადავიდე თურქეთში ან სომხეთში ან სხვაგან ნებისმიერ ქვეყანაში და ამ მე აღარ მაძლევს სახელმწიფო გადასვლის საშუალებას და რატომ რომ შეეკითხებია ბანკში და იმიტომ რომ მე დავარღვევე კანონი და ახლა მინდა საბანკო გარანტია 5000 რომ გადავიდე და მომეცეს ამის საშუალება. არარეალურია ეს ბატონო. გამორიცხულია, მე ვფიქრობ. აბა არარეალური მუხლი ჩატარდა. არცერთი ბანკი. არა ბატონო, ერთ მაგას არავინ არ ეთქვის ბანკს ამιλონ და ეთქვენ უბრალოდ 5000 ლარიანი საბანკო გარანტია მითხრა. რესპირები შეიტანე 5000 ლარს ბანკში და ჩვეულებრივად საბანკო გარანტიას. აი თქვენ რომ მიხვიდეთ ახლა რომ მოიწოდოთ საბანკო გარანტია. მოგცემენ? არა, მივლენ პირები 5000 ლარს შეიტანე საბანკო გარანტიას ბანკში. ბანკს ხომ რომ ამის საბანკო გარანტია მისცენ და ამ 5000 ლარის საბანკო გარანტიას მიიტანე ჩვეულებრივად. გასაგებია რისთვის რატო გჭირდა, რატო მოხვედით ბანკში 5000 ლარის გულისთვის? მაგას ვამბობ. რატო მოგზავნეთ ბანკში? შეიტანს ამ 5000 ლარი. აი მე ვარ ბანკირი, რატომ მოხვედით ჩემთან? ბატონო გია, მე მომოგ თქვენთან 5000 ლარი და გეუბნებით, აი მე 5000 ლარი მინდა ამ თანხის ფარგლებში მომცეთ საბანკო გარანტია. რატო ხარ უნდა მოგცეთ? მე ბანკი ამ შემთხვევაში რას კარგავს? ხომ 5000 ლარს ქეშად აიღებს ამ შემთხვევაში და მოგცემ საბანკო გარანტიას. პრობლემას რაში ხედავთ? წამოიღებთ ამ საბანკო გარანტიას, მიხვალთ, ანუ მიცემთ შესაბამის შემოსავლების სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს და მოგეცემათ უფლება გადასვლის თქვათ ბანკი ამ შემთხვევაში არაფერს კარგავს ეს ადამიანი თქვენ ამის გვახსოვთ ჯარიმას ცალკე გადაახდენთ ხო განმეორებით შემთხვევაში ერთხელ მაგაზე გაგაფრთხილეთ ერთხელ გითხარით არ გადმოკვეთოთ დაგაჯარიმეთ შეგზღუდეთ მიუხედავად რომ თქვენ მოხვედით თხოვეთ რომ კიდევ მომეცი ერთი შანსი რომ გადავიდე იგივეს არ გავაკეთებ გეუბნებით კი ბატონო ეს 5000 ლარიანი საბანკო გარანტია მომიტანეთ და მიბრძანდით იგივენად გააკეთეთ თუ თქვენ მე კიდევ მეორჯერ დაგიჭირეთ სანქცია აი 5000 ლარის ჩამოჭრა ანგარიშიდან ეს სანქციაა ჩვეულებრივ კი განმეორებით შემთხვევაში სანქცია ანუ თქვენ ახდენებთ 100 მაგოდენობას არანაკლებ 4000 ლარს ბევრია თუ ცოტა თუ რაზე და თანაც არა იმიტომ რომ ერთი და იგივე ქმედებისთვის ორ სანქციას აწესებთ ართმევთ იმ 5000 ლარს განმეორებით შემთხვევაში ვაწესებ 4000 ლარიანს რანაირად შეიძლება ერთი და იმავე 4000 ლარიანს განმეორებით 4000 ლარიანის შემთხვევაში კიდევ ვაწესებ 5000 ლარიანს საბანკო გარანტიას. ანუ ვეუბნები ადამიანს რომ არ გააკეთო ეს. არ გააკეთო, აი მოდი საბანკოში გადაიხადე. ანუ რა გინდა თქვენ თქვათ რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს რომ კონტრაბანდული ტვირთი შემოვიდეს საქართველოში. მე მინდა მართლა ვერ ვიგებ. სადავას მართლა ვერ ხედავ ამ საკითხში ხან. მე თუ მეტია თქვი და ვიდაოთ ამ საკითხში 5000 ლარი არის ძალიან ბევრი. მოდავთ 4000. ლოგიკა 3000. გასაგებია. ლოგიკა ამ საკანონმდებლო ცვლილების გასაგებია სავსებით. და მდგომარეობის შემდგომში საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვეღარ აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც შადიან ესეთ გადაცდომებს, ასე ვთქვათ, და არ ღვევენ მოქმედ საგადასახადო საბაჟო კანონმდებლობას და უნდა ახლა შემოიტანოს დამატებითი რაღაცა შემოფერხებელი ზღუდეები, სანქციები, რომ როგორმე ეს ნაკადი შეაჩეროს. ამ ნაკადის შეჩერება ამგვარი დამსჯელი თუ სადამსჯელო ღონისძიებით შეუძლებელია ბატონოში. წარმოუდგენელი გადავაკეთოთ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს არმით ეს ვერ შეამცირებს, ხვდებით? ამ ნაკადს. შიში უნდათ რომ 5000 ლარს დაკარგავენ და ჩაიგდეს. ეს შემთხვევა როცა შიშის სიყვარულს არ შეიქმს. ნამდვილად მზადვა რომ ბატონ გიას ჩვენ შემოგთავაზოთ ჩვენ უფრო კარგი მექანიზმი იმისა რომ ეს
შემოსვლები რამენაირად შეიზღუდოს და საერთოდ აღმოიფხრას და მზად ვარ რომ ეს ინიციატივა გადავაკეთო და უფრო კარგი დავწერო. თუ ეს იქნება თქვენი მხრიდან უფრო კარგი სისტემა. პრობლემა ნამდვილად არის. ჩადებული. აი მოქმედ კანონმდებლობაში. საკმაოდ დიდი სანქციები. თუმცა ჩვენ ვნახეთ რომ ამას არ უფრთხილდებოდა ხალხი. როგორც ვნახეთ რომ ნასვამ მდგომარეობაში ადამიანები არ უფრთხილდებოდნენ 150 ლარიან ჯარიმას, შესაბამისად მოვახდინეთ ამ ჯარიმის გაზრდა. ბატონო გია, ეს ყველაფერი სტატისტიკა. ანუ ჩვენ რას უყურებთ სტატისტიკას, ხომ? თუ სანქცია გაქვს ისეთი რომ არ ამცირებს დანაშაულს, ესე იგი შენ ხედავ რომ პრობლემა მდგომარეობს ან სანქციაში, ან პირის თვითშეგნებაში, ხო? ან პირმა თვითონ უნდა შეიგნოს რომ გავსი რამ არ უნდა გააკეთოს, ან კიდე თუ ამას ვერ იგნებს, შესაბამისად სახელმწიფო აწესებს სანქციას. ხო არ შეიძლება ერთი სანქცია დააწესოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 წლებში ბატონია. რომელია ორი სანქცია? განვარტოთ. ორი სანქცია რომელია? არანაკლებ 4000 ლარისა 100 მაგი ოდენობა ღირებულების. ეს ერთი სანქცია ხელმეორე ჩადენილი დანაშაულისთვის. და მეორე სანქცია 5000 ლარი ჩამოჭრა. არის ორი სანქცია, ერთი ქმედებისთვის, თუნდაც განმეორებით ჩადენილი. განმეორებით შემთხვევაში, კი ბატონო. რანაირად შეიძლება ერთი ქმედებისთვის, თუნდაც ეს იყოს დანაშაული, თქვენ მე ორი არა, აქ უყურეთ, მეორე შემთხვევაში 4000 ლარიანი აქამდეც ხომ ეწერა. ეხლაც წერია მეორე შემთხვევაში ან 4000 ლარიანი, ან შეზღუდვა საზღვრის გადმოკვეთის. მე საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემაში დამატებით ვითხოვ 5000 ეს დავაჯარი მე უკვე 4000 ლარით. მეორე ჯერ თქვენ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ქონდათ, ეხლა შეგაქვთ ეს ცვლილება. ეხლა შეგაქვთ. ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლება ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში თუ ხელმეორედ გაიმეორა, მე უკვე ამ საბანკო გარანტიასაც გავიგე მესმის. ჩემის აზრით, კი მე მივხვდი ყველა. დამატებით სანქცია კი გეთანხმები. დამატებით სანქცია იმისთვის რომ მეორეჯერ აღარ გამიკეთოს ეს იგივე. ეს ამას ვამბობ მე სწორედ რომ ამის შეგვიძლია ვიდაოთ მეტია ცოტა თუ რა გვინდა. საერთოდ ესეთი მიდგომა არ შეიძლება რომ ერთი ქმედებისთვის თუნდაც ის იყოს დანაშაული ადამიანს შეეფარდოს ორი სასჯელი, ან ორი სანქცია. ამას რომელიც ორჯერ ერთ და იგივე გაზარდო, კი ბატონო, გაზარდო სანქციები ზოგადად. ერთჯერადი სანქციები. ხო შეიძლება მე თქვენ 4000 ლარი დამაკისრო არა, 100 ოდენობა დამაკისრო ტარიფის, ხო თუნდაც 4000 იყოს 9000. და მე თქვენ 5000 შემატანოთ ბანკში, რომელიც სიმწრიფეებული მაქვს. იქაც ჩავამაჭრათ, იქაც დამსაჯოთ კიდევ. ანუ ერთი ქმედებისთვის, თუნდაც გადაცდომისთვის იმისთვის რომ მე მოვატყუე საბაჟო და საკადასახადო ორგანოები, თქვენ ორ სანქციას მიყერებთ. ზოგადად მიდგომა, რამდენად გინდოდა დიდია ბატონლაშა მოგაწოდოთ ბატონია მიდია. რამდენად თვლით რომ განმეორებით შემთხვევაში არის საუბარი. კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, პირველ შემთხვევაში არანაირი საბანკო გარანტიას არ ეთხოვს, არავინ არაფერს ზედმეტს არ აწესებს. განმეორებით შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, მიუხედავად იმისა, მე კიდევ ვაძლევ უფლებას რომ გადაკვეთოს ეკონომიკური საზღვარი. ბატონ გია, რა უნდა ქნას ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ კი ამ მეწარმეების მიერ დარღვეული კანონების მიხედვით ზარალი ადგება როგორც ქვეყანას ისე ბიუჯეტს და თითოეულ ჩვენთაგანს ამ შემთხვევაში პრევენცია არ უნდა გახორციელდეს. ის რა არის, მე ვთქვი რომ ამას კომპლექსური მიდგომა ჭირდება, მარტო სადამსჯელო ღონისძიებით ამ პრობლემას არ ეშველება. არ ეშველება, იმიტომ რომ აქამდეც საკავთ კაცრი ნორმები მოქმედებდა ამ სფეროში და მოქმედებს უკვე წლებია და წინა ხელისუფლების დროსაც საკმაოდ კაცრი ნორმები მოქმედებდა, მაგრამ არ აფერხებს ეს. ვერ აფერხებს ამ უარყოფით ტენდენციებს, რომელიც არის ძალიან ბევრი მიმართულებით დასადგურებული. ანუ გაორმაგებული ჯარიმები ამ შემთხვევაში არა ეფექტურია. კი ბატონო, ჩვენ თუ გინდათ აი დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, შევიკრიბოთ 3-4 თვის შემდეგ და ნახოთ ერთი ბატონ დაშას შეიძლება კონდეს უკეთესი მონაცემები, მეც მექნება მონაცემები, ოფიციალური მონაცემები და დავსვდეთ და ვილაპარაკოთ. შეაფერხა ეს ტენდენციები აი ამ ცვლილებებმა? მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი სასიკეთო ძრა არ იქნება, ან იქნება ძალიან პატარა ძრა. აქ სხვა მიდგომებია საჭირო, როცა მე თქვენთან მოვდიოდი დღეს, სხვათაშორის ეს არის საქსტატის ოფიციალური მონაცემები. აი მე ელემენტარულ ციფრებს წაკითხავთ. 2004 წელს უმუშევრობის დონე პროცენტებში იყო 12%. 2005 წელს 13%, 2006 წელს 13%, 2007 წელს 16%. ბოდიში ვიხდი 13% ისე, 2008 წელს 16%, 2009 წელს 17%-ს მივახლოვდა. ანუ 335,000 ადამიანი ჯანღონით სავსე ადამიანი, რომელიც უნდა მუშაობდეს, არის დღეს უმუშევარი, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. არაოფიციალური სტატისტიკით 30%-დან 50%-მდეა საქართველოში უმუშევრობა. ამიტომ არის მიმწყდარი ჩვენ საბაჟო სივრცეებს საქართველოს მოქალაქე, ამიტომ გადადის, ამიტომ იცნობს ერთ ჩაცმაზე 5 ჩარვალს ერთის მაგივრად და მოდის შემდეგ საქართველოში, რომ როგორმე გაყიდოს ეს 4-ზე ჩარვალი, ან 5-ვე და 2 კაპიკი შეიტანოს ოჯახში. სანამდე უმუშევრობის დონე არ დაიძლევა და მე მახსოვს საერთოდ რა პროგრამით გამოდიოდა ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. წესების და კანონის მიღების საქართველოს სიღარიბის გარეშე.
აი ეს უმუშევრობა არის პირდაპირ პროპორციული სიღარიბის ასახვისა საქართველოში დასადგურებული სიღარიბისა და მე მაქვს აქ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები. აი ეს შკალა ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო 1/4-დან არის. აი ეს პატარა შკალა არის. შეხედეთ, ექსპორტი, ეს არის დიდი შკალა არის იმპორტი. 1/4-დან არის. კატასტროფული ვითარება არის. ესეთი ვითარება არასდროს არ ყოფილა. დაწყებული 1900 დიახ, არაფერს არ ვქვნით, აბა რას ვქვნით, მითხარით. რამეს ვქმნით ჩვენ? გარდა იმისა, რომ ჭრით ჯარც და გაგვაქვს საქართველოსდან. მე დაახლოებით 2 დღის უკან ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად გავხდით წყალტუბოს რაიონში. რაც მე იქ ვნახე, ეს არის ენით აუწერელი უბედურება. რაც ჩვენ იქ ვნახეთ ერთად. აი აქ რომ მოდიოდი ხა დამეკავშირდნენ, ამასაც ვიტყვი ბატონო ლაშა. აქ არის ვისარგებლო შემთხვევით სამტრედიაში ყოფილი სოფტექნიკის ბაზაზე დგას 100 მეტი ტრაქტორი, რომელიც არც გამოსულა ამ ბაზიდან. დაახლოებით უკვე 5-6 თვის მანძილზე. რომელიც ყოველ ღამე სხვათა შორის ბატონო ლაშა იქურდება და მოგიწოდებთ იქნებ გააძლიეროთ ამ ობიექტის დაცვა. სადაც ჩამოიყვანეს და ასწავლეს ტრაქტორისტობა ადამიანებს თელი დასავლეთ საქართველოსთან. შემდეგ უკან გავუშვეს. ეს ტრაქტორები არ განძრეულა ბაზიდან, აწვევს და ათოვს ამ ტრაქტორებს და ხალხი ელოდება დაპირებულ მექანიზაციას სოფლებში. 70% არის დახმული დღეს სავარგულების ტრაქტორები ბატონია, მხოლოდ იმისთვის საჩვენებლად თქვენ ესე ფიქრობთ? 60%. აი მე წაგიკითხავთ. კატასტროფულად დაიყო ხორბლის ნათესება და მოსავლის რაოდენობა. 2000 წლამდე ხორბლის მოსავალი აჭარბებდა 200,000 ტონა საქართველოში. 2008 წელს შეადგენა 115,000 ტონა, 2009 წელს 80,000 ტონა, 2010 წელს 45,000 ტონა. შესაბამისად განახილდა ფართობების ოდენობა 50,000 ჰექტრამდე. დაეცა მოსავლიანობა 1 ჰექტარზე მოვიდა 1 ტონაზე ნაკლები. საქართველოს ყოველწლიური მოხმარება საშუალოდ ხორბლის არის 600,000 ტონა. ჩვენ 2003 წელს დაახლოებით 30% მოყავდა ჩვენი მოხმარებისა ხორბლის. ეხლა 7% მოყავს. ყველაფერი. ხერის წარმოება შემცირდა 70%. დავასრულებ. თუ იცოდეთ თქვენ მაყურებელმა, ბოსტნეულის წარმოება 58%-ით, კარტოფილის 48%-ით, სიმინდის 30%-ით, ლობიოსი 38%-ით, ბახჩეულის 40%-ით, ერთწლიანი ბალახების 68%-ით, მრავალწლიანი ბალახების 68%-ით, ყურძნის წარმოება 17-ით, ჩაის 17-ით, 71-ით, მსხლის 65-ით თქვენ იღიმით, ქლიავის 57-ით, ბალის და ალუბლის 31-ით და ასე შემდეგ. პირუტყვის სულადობა შემცირებული იქნა ყველა კატეგორიის მეურნეობაში. მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი 14%-ით, ღორის 77%-ით, სხვა არის 16 და ასე. ანუ არ გვაქვს რაცობლის მეურნეობა არაფერი არ გვაქვს. ეს არის საქართველოს სიღარიბის გარშემო. აი ესა იმიტომ გარბის, ჩემო კარგო თეა, ჩემო ზვიფასო ლაშა, ჩვენი უბედური მოქალაქე თურქეთში და იმის იქეთ. ქალმა უნდა ჩაიცვას 5 ქვედაბოლო, კაცმა 6 შარვალი. რა შემოიტანოს და შემდეგ დილოს ბაზრობაზე გაკეთებს. შემდეგ დააკავებს საგადასახადო ორგანო მას, გაუპორებს 10,000 ლარიან ჯარიმას. ამის გულისთვის იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ციხეში არ წავიდეს, გაყიდის სახლს, გაყიდის კარს, გაყიდის მანქანას და ხშირ ტიტული რჩება. ჩვენ კიდე უწესებთ 1 წელი ვერსად ვერ გადახვალ და გარდა ამისა 5,000 ლარიან გარანტიას მოიტან ბანკისას. ეხლა ეს ნორმალური თუ ამითხარი? ნორმალურია ბატონო ლაშა. არ ვიცი. ბატონ გია ცდილობს რომ ამ თემიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა არა, ეს გადაგმულია ეს თემა. მიაბას პირდაპირ ამ ადამიანებზე, რომლებიც შემდგომში თურმე მაინც და მაინც საბაჟო პროცედურებს არიცავენ. ეგეთი ადამიანები ბატონო გია ჩვეულებრივად მეწარმეობით არიან დაკავებული და აქვს მაღაზიები გახსნილი და გარწმუნებთ რომ უმეტესობა მათგანი იცავს საქართველოს კანონმდებლობას და ჩვეულებრივად ახორციელებს თავის სამეწარმეო საქმიანობას. ყველა მაგადამიას ძალიან ხუთ ნუ მიაბავთ მაინც და მაინც სამართალ დარღვევებს და ნუ იტყვით რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, ნამდვილად ეგრე არ არის უმეტესობა ჩვენი ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებული, კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს და პრობლემა სახელმწიფოს ამ ადამიანებთან ნამდვილად არ აქვს. აქ არის იმ ადამიანებთან პრობლემა, რომლებიც ყველა ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ეს ადამიანები არაკეთილსინდისიერად იყენებენ იმ ასე ვთქვათ სამართლებრივ ნორმებს თუ გარკვეულ სხვა სქემებს, რათა ეს თამაშის წესები დაარღვიონ და საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენონ ამ კეთილსინდისიერ მეწარმეებს. ამიტომ ბატონო გია ნუ მივაბავთ ამ თემას ამ ადამიანებს რომ არის ადამიანები რომლებსაც უბრალოდ არ უნდა უფრო მეტი შემოსავალი ავასაქმებთ იმით უფრო ნაკლები ადამიანები დასაქმების პრობლემა იყო საქართველოში მოგვარებული რომ იყოს მთლიანად დასაქმების პრობლემა იარსებებენ ყოველთვის ადამიანები ზომით და დონით უფრო მეტი იქნებიან კიდე ადამიანები რომლებიც ყოველთვის ეცდებიან რომ გამოიყენონ რაღაც შესაძლებლობები იმისა რომ რაღაც მეტი თანხა დაშეთ ეს ყველგან ესე არის ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად